ყველას მოგესალმებით, მე ვარ აირონ ლაშა და ჩვენ გვექნება დღეს MMA-ის მიმოხილვა. ჩვენი სტუმარი დავით შველიძე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი MMA-ში, პროფესიონალური მებრძოლი და ასევე ჩემი აზრით ძალიან ზუსტი ანალიტიკი, რაც შეეხება UFC-ს და რაც შეეხება MMA-ის ამბავს. ორი ხარ დავით? კარგად, შეგულა. გაიხარე. პირველ რიგში მინდა შეგეკითხო, თუ ვარჯიშობ დღესდღეობით ამ ფორმას თუ ინარჩუნებ? პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, ვინც გიყურებს, ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი. მადლობას მოვუხდი გვერდით გომისთვის, იმიტომ რომ თითოეული ამ სპორტში, თითოეული ნაბიჯი, თითოეული ადამიანის ეს ძალიან დიდი წარმატებაა თითოეული სპორტსმენისთვის. მადლობთ. მეორე რიგში ის რომ ვარჯიში დავიწყე რამოდენიმე დღეა სხვათაშორის. აგაზი ჩემი ჟურნალის ხალხით ეს ის იმიტომ რომ პირდებოდი დიდი ხანია და ბოლოს უკვე თვითონ მითხრა რომ ისავალ ვარჯიშზე და დავიწყეთ რამოდენიმე დღეა ვარჯიშობ ეხლა ისეთ პერიოდში რომ ჯერ კონტენტი ვთქვა. ანუ თავიდან იწყებ გზას. დავით, ჩვენ ქართულ MMA სამყაროში საკმაოდ დიდი ცვლილებები არის. ჩვენ ყავს ორი ჩემპიონი მოქმედი, ეს არის მერაბ დვალიშვილი, ეს არის ილია ტოპურია. არც სხვა ქვეყანას არ აქვს ეგეთი მაჩვენებლები და უბრალოდ აი იმით რომ დავიწყოთ შენი აზრით რაში არის საქმე. ვერ ვიტყვი რომ ეხლა ძალიან ბევრი სკოლები არის გახსნილი და რაღაც ძალიან ხელს უწყობენ ამისთვის, მაგრამ ფაქტი არის რომ ორი ჩემპიონი ყავს უმაღლეს ლიგაში. საუკეთესოებში. ეხლა ეს რაშია საქმე? ეს ძალიან სწრაფად მოხდა ზოგიერთისთვის. მაგრამ სინამდვილეში ეს მაყურებლისთვის სწრაფად მოხდა, მაგრამ სინამდვილეში სწრაფად არ მოხდა რა, იმიტომ რომ აი რო შევეხოთ დაუშვათ მერაბის, ხო? მერაბი დადიოდა თბილისზე ვარჯიშზე ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელმაც ჩაიდო თავში მიზნად, რომ მიზანი უნდა განეხორციელებინა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ჩავიდა იქ და ყველამ კარგად ვიცით სპორტსმენებმა თუ ღამე წესივრათაც რომ არ გეძინოს და რაღაცამ რომ გაგაღვიძოს ედმიდა თანხმოვარმა შეიძლება გაღიზიანების ნიადაგზე დილას უბრალოდ ვარჯიშზე ვერ წახვიდე. ხო და ეს კაცი ჩავიდა იქ და იმდენ იქნა რომ ამ ნერვების ფასად ხო დაუშვათ იქ ვარჯიში იქ მუშაობდა დადიოდა რაღაც მძიმე რაღაცებს ეწეოდა ხო სამშენებლოზე მუშაობდა იქ მიდიოდა ვარჯიშობდა ხო იმ დროს გამონახავდა ვიცი მაგის ისტორიები და წასვლაც ვიცი და იქ ყოფნის სიტუაციები ვიცი რომ სხვა საქმეებს გასალაპარაკო, მაგრამ ეს რთული პერიოდები რაც გაიარა ეს ყველაფერი და მე ყველაფერი რა შეყო იცი საქმე ახლა რომ დააკვირდება ხალხი უყურებს რომ მას არ აქვს იდეალური ტექნიკა. კი, არ აქვს. კი, აი მაგაზე იყო ჩემი შემდეგი შეკითხვა. მე ახლა უბრალოდ გამომდივარ აი დივნის ანალიტიკები რო არის, ხო? აი რომელსაც ზოგადი წარმოდგენა აქვს. მე როგორი აღწერა შემიძლია გავაკეთო, ხო? ესეთი პოზიცია რო დავიჭირო. არა აქვს ძალიან ტექნიკური კრივის ტექნიკა აქვს თუ ვერ იტყვი. არა, ძალიან ტექნიკური კი არის, ჩემი აზრით ტექნიკური საერთოდ არა. აბსოლუტურად არა, ვინც კრივთან არის ახლოს, აბსოლუტურად არა. მაგრამ მეორე საკითხიც არის, ეს კაცი შეიძლება ისე სწორად ვერ უტყავდეს იმ დარტყმას, როგორც მოკრივე, მაგრამ ის ამ მოძრაობას აკეთებს ბევრს. სწრაფად და დაუღლევად და მიდის წინ. აი ეს რატომღაც ხალხს ავიწყდება. აი ეს არის პრობლემა რომ რა არის ისი უყურები მეუყურე შევადაროთ ომარა და მერაბა ხო რომ იბრძოლეს და 98% რატომღაც ნუ იყო 98 ამერიკის ბუკმეიკერები აძლევდნენ 3 და 4 კოეფიციენტს 3 და 7-მდე ადიოდა რუსეთში 4 საქართველოში 2 და 4 2 და 7 3-იც იყო საქართველოში და 2 და 7-ზე დაჭდა თუ 2 და 8-ზე ბოლოში და აი ამ ბრძოლას რომ შევეხოთ პირველ რიგში ეს იყო დაჯახება ნურმაგომედოვის სკოლის, რომელსაც აქვს იმიჯი დაუმარცხებლების. მე გეტყვი ამერიკელები რატო ფიქრობდნენ ეგრე ბუკმეიკერების და რუსეთშიც რატო ფიქრობდნენ. უბრალოდ ძალიან ფსიქოლოგიურად ეხლა მებრძოლისთვის აი ესეთი დაჯახება, რომ ხაბიბის გუნდის დაუმარცხებელ სპორტსმენს ხვდები, თანაც არის დაგესტანელი, თანაც რაღაც შელაპარაკებები მქონდათ. შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ეს მერაბისთვის და რატო იყო ესე ბუკმეიკერები განწყობილი? უშუალოდ მერაბისთვის ყველა ბრძოლა ჩემი აზრით საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ეს ბრძოლაც ერთ-ერთი სერიოზული იყო, იმიტომ რომ მე ხო ყველაფერს ვადევნები თვალს მე პრესკონფერენციებს და მერაბის ისეთი სიტყვებია იქ დახარჯული
პირდაპირ გითხრაი, როდესაც გითხრაი, რომ მაგას ბრძოლა წაიგო, მე 3 დღე შეიძლება სახლიდან ვერ გამოსულიყავ. ეს ბრძოლა შენთვის რა იყო? აი, ჩემ ბრძოლა ეს იყო ყველაფერი, რომ დაждდა ეს კაცი და ამბობს. მე რა უშუალოდ რომ ბიჭო, აგერ გამოხდა გავიგე მაგამედოების კლანია, ეხლა ხაბიბს 30-0-ზე, 29-0-ზე, იქ ომარას ჰქონდა 18-0-ზე, ომარას მას 20-0-ზე, თორვა შემეშალა. ისლამს ხოდა ყველას მოგებებია, ხო? აი იმინა მაგამედოების კლანზე ვლაპარაკობ. კი, აბსოლუტურად. ხოდა, ეხლა უყურე, ეხლა ომარას რატომ უნდა წაეგო მერაბასთან ეს არც ბუკმეიკერ ჩემი აზრით ფრეს რომ ეჩხუბათ ომარასკენ გადმოიხრებოდა, იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს ისა რა ქვია, იქ არაბების ფულია იქ UFC-ში. ხოდა ყველას ჰქონდა საუკა გაკეთებული ომარაზე. არავის არ ეგონა რომ მერაბი მოიგებდა, მაგრამ რატო არ ეგონათ ეს ვერ წარმომედგინა. ის ხარჯზე აი მოდი მე გეტყვი რატო, იმიტომ რომ აი უმარი ჩემი შეფასებით არის მსოფლიო ჩემპიონი ტაილანდურ კრივში, აქ ძალიან ზუსტი და ნოკაუტები გაუკეთებია. დაცვა ჭიდაობის კრივში. ეგ კრივში და ტაილანდურ კრივში და რაც შეეხება დაცვას და პრინციპში ნურმაგომედოვის სკოლა, აი მეც გრეპლინგში MMA-ში ვარ შენახვედრი, კარგად ჭიდაობენ და ძალიან კარგად აკეთებენ საბმიშნებს. ამიტომ მე ვერ ვხედავდი იმ ასპექტს, რომელშიც უპირატესობა ექნებოდა მერაბს გარდა კარდიოს. აი მე ჩემი ორი ვარიანტი იყო ის, რომ პირველი მეორე მოიგებს უმარი, შემდეგ მოიგებს მესამე, მეოთხე, მეხუთეს მერაბი და მე ფიქრობდი, რომ მესამე რაუნდი იქნება გადამწყვეტი. აქ მეორე ვარიანტია კიდე. აქ არის გამოდის ვიღაცა ფრანგი, ხო, საჩხუბრად. როგორც არ უნდა იყოს, ბევრი ჩემპიონი ხა აღარ დავასახელებ და იმაც საუბარი არ მიდის ამ შემთხვევაში და მახრობელაზე მოყვა. ის დანებდება, იმიტომ დანებდება, ის არ დაელოდება, რომ დაიძინოს. იმას არ გააჩნია ის მენტალიტეტი, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ. ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ის გამოდის სამსახურში და ფულის საშოვნელად. მერაბი არ გამოდის მარტო ფულის საშოვნელად და სამსახურში. იმისთვის პირადი საქმე. იმისთვის პირადი საქმეა, თუნდაც პეტრიანთან ჩხუბი ავიღოთ, თუნდაც ომართან ავიღოთ, რომ ისეთი სიტყვებიდან მე შეგახდიო ისეც, როგორც უნდა იყო თავდაბალს. ამიგე და გახადა თავდაბალი. და აკოტრიალა ეხლა იქ ვიღაცა არ ვიცი როგორი თვალით უყურებს იმ ბრძოლას, მაგრამ რადიკალურად რადიკალურად უგებს რა ყველანაირად. კი, ყველა ასპექტში. ხოდა, აქ ეხლა ეს ერთი ასპექტი, რაც გითხარი, რომ ეს არის მენტალიტეტური უკვე, რომ აქ წაგება არ შეგეხა, მე ვერ წარმომედგინა მერაბი როგორ უნდა წააგოს, თუმცა ერთი პერიოდი პირველი მეორე რაუნდი იყო ჩემთვის საგერბიულო იყო. 5 რაუნდი ჩემთვის დამთავრდა 1 წუთში, თუმცა იყო თითქოს 5 დღიანი, იმიტომ რომ აი გავიზმწე რომ უყურებდი მე და ჩემი მეუღლე და ჩვენს დილას გავათენებ თელი რამე და ანუ გამერ ჩაუჯექი და ჩაუჯექი, იმიტომ რომ ეს აუცილებლად უნდა მეყურებდი ამის ნათქვამი ამ ჩვენ თითოეული დაწყება დამთავრება. სხვის ბრძოლაზე რო ესე ნერვიულობ, შენზე რო არის ნერვიულობ. ხო, შეიძლება ეგეთი მქონდა სიტყვები იყო დახარჯული, მე მენტალური იყო და მე კიდე როგორც არ უნდა ავიღოთ, ხო ყველაფერს თავი დაანებოთ. ეხლა მერაბზე ამბობენ რომ თუნდაც მან 1-2 რაღაცა თითქოს ფეიკი ჩემპიონი უწოდა. როგორ არის ფეიკი მოწყობარი ხე ჟოზე ალდო? რავი 5 ჩემპიონი შონომელი, პიოტრიანი კი ყველა. აი ვიღა უნდა ცემოს მეტი, რომ არ იყოს ფეიკი მებრძოლი. აი პროსტ ეგ ვერ წარმომიდგენია. ეგ საინტერესოა. ჯონჯონს ხო არ ცემს ბოლოს და ბოლოს. ეხლა ვისაც შექმნა ყველა ცემა და რადიკალურად ათრია. ჩემი აზრი ეგეთია, ჩემი გადმოსახები. შენი აზრით, აი პირველი რაუნდი მე მივეცი უმარს, უფრო ზუსტი იყო. უფრო ზუსტი იყო ჩემი შეხედვით. ერიდებოდა მერაბი პირველი. მერაბი ერიდებოდა ეხლა მაინც თუმცა ალბათ ჩემი აზრით მე რომ ბრძოლას გადახედა და ვიდეოს უყურა პირველი რაუნდის ვარ მორიდებოდა, ალბათ ეგეც აჯობებდა. კი, 100% რაუნდში ომარა საერთოდ ვეღარ ივლიდა ფეხზე. უბრალოდ მოსინჯა რა პირველი რაუნდი თუ დააკვირდები მერაბს. რომელ რაუნდში არის, რომ აი არ მოსინჯოს. ყველგან თითქოს აი კიდე პირველში არ აკეთებდა. პირველში, ნუ თხილად იყო, აი მოდი ესე. ხო, თხილად ყოველთვის არის ხოლმე, თითქმის. მერაბი, აი რო ჩხუბობს თავიდან უყურებს ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც დასაწყისი ბრძოლა შექმნას სპორტსმენი ხარ და იცი რომ პირველი დარტყმები ყველაზე ძლიერია. ხა მეხუთე რაუნდში ხანდახან თავში ხედავ ხელი მოდის და ძლიერი არ არის და თავი არ გაწიო იმის გამო რომ ძალა არ დაკარგო და თავში მოხდეს ეს ხელი, ეგეთები ხდება. მე ასევე რა პრინციპის გამო გადავწყვიტე ეგრე, აი როდესაც MMA-ში ხდება ორი კარგი მოჭიდავე, რომელსაც წარმოადგენს რესლინგზე, გრეპლინგზე, ძირითადად ესეთი ბრძოლა მიმდინარეობს ბომში.
რომ ერთად ვერ გადაყავს ერთმანეთი და ამ შემთხვევაში კი და ამ შემთხვევაში მე ჩავთვალე რომ სიზუსტე აჯობებს თქო და მე არ ჩავთვალე რომ ორივენი ერთი დონის მოჭიდავები იმიტომ რომ მერაბი ცეხუდო აწია და შემოატარა და დაუგდო ივანმას პირდაპირ წინ კი ოლიმპიური ჩემპიონი აი მაგიტომ ჩავთვალე ზუსტად რომ მერაბის ჭიდაობაში ნურ მაგამედოვი ვერ აჯობებს საინტერესოა ამ ყველაფერს უყურე ჩემი აზრით თვითონ ხაბიბმა გაუკეთა ესეთი მახე უმარს რადგანაც არ იყო ჯერ მზად ფსიქოლოგიურად ჩემი აზრით ხო კი და მეორე და მეორე მომენტი აი ამას რომ ამ ბიჭს რომ ეჩხუბა 1 წელიწადში 2 წელიწადში ჩამოყალიბდებოდა შეხვდებოდა კონკურენტულ ბრძოლებში 5 რაუნდიანში და საშიშროებას რეალურად წარმოადგენს მაგრამ ამ შემთხვევაში მე ორი მინუსი იყო პირველი ეს რომ არ იყო მზად და მეორე ის იყო რომ იმდენად შექმნეს ეს აჟიოტაჟი რომ აი გაიტანსო ოქტები რო ვეღარ გაიტანა და ვერ ცემა ვერ დაანოყავდა გააკეთეს მურია შეაჭამეს მგლებს ესე კი და აი უკვე ხალხი უყურებდა როგორ აი ახლა დაანოყავდებს ახლა გადაიყვანსო ახლა დაახჩობსო და ვერც პირველს ვერც მეორეს ვერც მესამეს ვერ აკეთებდა ერთი მომენტი რომ დაბლა მოხდა სხვათაშორის შენს ნახანი რომ შეიძლება დაახჩოს და ეს ვარიანტი ექნება და მოვიდა კიდევაც ეგ ვარიანტი რომ ისა ომარა უკნიდან მოხდა კი და მშვენიერი ვარიანტი იყო მაგრამ შევხედე მერაბის და ახლა ეს მარჯვენა ხელი დაფიქსირებული ქონდა მახსოვს და გაიღიმა რა და რომ გაიღიმა უკვე იმასაც მივხვდი ეს ადგილად ადგებოდა და ესე არ გაგრძელდა მისი სტილი დავიძაბ რა უკვე ვინ არ დაიძაბა ყველა დაიძაბა სხვათაშორის მაგრამ აი მესამეში რო უკვე დაიწყო და უკვე უფრო მეც ერიდებოდა კიდე ჩემი აზრით მეტად დაჟე შეაფასა ვიფიქრებდი ვიდრე იყო მაგრამ ჩემი აზრით ეგეთია იმიტომ რომ მას რო ეჩხუბა ისე როგორც პეტრიანთან გადაუვიდა პეტრიანსკი მე მქონდა განხილვა ჟორჟიკასთან ერთად და ძალიან სწორად მითხრა რატო გადაყავდა და რატო გადაიყვანს კიდე момავალში პეტრიანს იმიტომ რომ დაცვა აქვს აბსოლუტურად კლასიკური კრივიდან ხელებს იფარებს ახლოში და რჩება ეგრე და მე გადაყავს მარტივად შენი აზრით ეხლა მერაბიმ რო დაწეროს უკვე დაწერა თავის ისტორია მაგრამ აი კიდე რო აიციოს ზემოთ რა ნაბიჯი უნდა გააკეთოს ეხლა მხოლოდ რევანშები დაგჭა ხო ესე და მე რას ვამჩნევ ვიცი ეხლა იქ ვიღაცებს არ მოსწონს მერაბი დანავაიც არ მოწონს ხო დანავაიცს არ მოსწონს მე ვფიქრობ იმიტომ რომ ალჯოს ვარ ეჩხუბა მაშინ არ მეგობარი არ ვეჩხუბებ თუმცა როცა მაგამედოვები ამბობენ ხო სტერლინგს ხო ბოდიში ხო ალჯამეისტერი ხო ალდოს მოუგო მეგობარს ვარ ეჩხუბა მე ვფიქრობ რომ თუ ამას ამბობენ დაღესტნელები ნორ მაგამედოვები მაშინ ჩვეულებრივი სიტუაცია და ამან თუ თქვა არ შეუძლია ის იმიტომ რომ ეს მოსულია სამშენებლო მუშაობა ალბათ მაგიტო მაგრამ რაღა უნდა გააკეთოს რომ ამ ხალხის პატივისცემა დაიმსახუროს უნდაც დანავაითის ვინ უნდა გაწყვიტოს წელში კიდევ აი პროსტა ეგ მაინტერესებს რომ მივხვდი დასასრულო ხო მივხვდი და აი მეც ვერ არ მაფიქრობ რომ ამიტომ არ ვყვართ მე ვფიქრობ ზოგიერთებს რა და იმიტომ რომ ის დანასაც მოუხდინე ვერ გავიგე რა ტიპი რა გაგება უნდა ეხლა მაგის გაგებას რა ტიპია მეგობრობა იცის ადამიანობა იცის ვერ შედგომა იცის ამას იძახის და ეხლა მაგას რა გაგება მეგობრობას არ ვეჭუბებიო კორპორაცია უზარმაზარი ეგ არის ფიტნესები მოსამზადებელი კლუბები კაფეები და ესე შემდეგ და თავისთავად მებრძოლი აფასებენ ორ მხრივ ეს არის სპორტული ნაწილი ეს არის მედიური ნაწილში მერაბი არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაიწყო აქტიური არც ისე დიდი ხანია. კი, არც ისე დიდი ხანია და თავისთავად ბიზნესი არის UFC და ამიტომ ჩემი აზრით ვფიქრობ რომ ეს მართალი იქნება აბსოლუტურად რომ ომელი ბევრად საინტერესო იქნებოდა UFC-ისთვის რომ იყოს ჩემპიონი. პოდკასტებს იწერს, ხმები აქვს თელეკუთიაში. ონორი რატო იყო აბა საინტერესო? კი. და ეხლა მე ბევრი ადამიანი მაშინ ამაზე მესპორებოდა რომ კონორს ვერავინ ვერ მოუყონა პროექტი იყო და მიიყვანეს განაცუდი იყო კონორი მიიყვანეს იმ სიტუაციამდე რომ გახადეს ვარსკვლავი ისეთი რომ ბოლოს ხალხებს ეცრი და შენი აზრით ეგ სწორი გზა არ არის მებრძოლისთვის რადგანაც ჩვენ არ გვაქვს ახლა ესეთი სიტუაცია როდესაც აი რომ უბრალოდ სპორტული მხარეა საინტერესო არის ბევრი მაგალითი როდესაც არის დარბაზებში და რაღაც საშუალო დონეზე კარგი მებრძოლეები, მაგრამ ვერ საუბრობენ, არა ხარიზმა ესეთი რომ აი გამოჩნდნენ, რომ მაყურებელს დაამახსოვრდეს და ამის გამო წინსვლაც არა აქვს რა და ერიდება ნებისმიერი ორგანიზაცია რომ აჩქუბოს, იმიტომ რომ აი რაში ჭირდება. ეს შოუ ბიზნესია რომ შოუ ბიზნესია.
ეს ქუჩაში რო ეჭუბათ ახლა ორ ჩემპიონს შეიძლება ვიღაცა მივიდეს და გააშვებას ხო რა ჩვენ ამ პოზიციაში დაიყოს აქ როგორ გამოხვალ შენ თავს როგორ ანახებ ან მაშინ უნდა იყოს ძალიან მაგარი კი ძალიან მაგარი როგორებიც არიან ბიჭები რომლებიც ლეგენდები არიან აი ხაბიბი ალბათ ეს იყო სპორტი რომელიც გახადეს პოპულარული აღარ ქონდათ ვარიანტი ხაბიბი ეგ იყო და ხაბიბმა თავისი ნიშა დაიჭირა UFC-ში როგორც არ უნდა იყოს ხაბიბმა შეასრულა თავისი რის გულიზეს პატივს წელი ფათაშორის პერიოდში ჩვენ კავკასიელები ვართ კი ბევრ რამეში ერთი მენტალიტეტი გვაქვს ბევრ რამეში განსხვავდებით მაგრამ ყოველი შემთხვევაში დედას რო სიტყვას მისცემდა ამას ძალიან დიდი ფასი აქვს ეს ქართველი კაცისთვის და კავკასიელი კაცისთვის დედას შეგვიძლია არ გააკეთა მეტი არ იბრძოლა ეს დასაფასებელია ეს შეტაკება ახლა ჩრდილოეთ კავკასიის და საქართველოსი რომელიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა უამრავი კომენტარები მე ნახულობ ინგლისურენოვან რუსულენოვან YouTube-ს და რა გამიგვირდა თავისთავად იყო საუბარი მე არ უყვართ რუსეთში მე არ უყვართ რუსეთში მე როგორ უნდა უყვარდეთ რუსეთში ეგ ფაქტი არის ამიტომ თავიდან იყო კომენტარები რომ უმარი გაიტანს და შანსი არ აქვს ეგ კი მაგრამ რა იყო საინტერესო ბრძოლის შემდეგ აი ერთი კვირაც არ იყო გასული ბევრი წერდა რომ რა მაგარი მიჩი არის ო როგორ მოუგო ნურმაგომედოვიჩი აი ესეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ რუსებს ეხლა ხო ყავთ ეს ჩრდილოეთ კავკასიელები სპორტსმენები ვიღაცამ აჯობა ხტები და სხვა ის გავიშთა დეტალონი რა თქმა უნდა იქაც არიან რომლებიც წინააღმდეგ არიან და ჩვენთანაც არიან ხალხი რომლებიც სამწუხაროდ რომლებიც მაგრამ რა შეეხება ეხლა ამერიკას და აი ეს ბალეიშიკებს და ჩვენ რაც ვიცით ეგ არის სამყარო შეიძლება ზოგისთვის გასაკვირი იყოს მაგრამ უბრალოდ კავკასიელები მოვიდნენ UFC-ში და ეს დანავაიჩი კიდევ ვერ ხდება რა ხდება ინფლირაცია სიტუაცია საქმე ის კიდევ ვერ ხდება ამას გონია რომ უბრალოდ მოვიდნენ ბიჭები რომლებიც ახლოს ცხოვრობენ და ჩემპიონები დაღწევენ ესენი რო ჩემპიონები იქნებიან ის აღარ იცის ანუ ფიქრობ რომ 2-3 წელიწადში ყველა ჩვენზე ძლიერი ახლა ჩვენ UFC-ში რო შევსულიყავით იმ დროს როცა მე პატარა ვიყავი და ტელევიზორს ესეთი გადასარკვევი რო გქონდა რომ იმეებს უყურებდით ებო ტანკს და ტაქტარობს რო ჩუმობდნენ 13 წლის 12 წლის მაშინ რო ქართველები ყოფილიყვნენ იმის მერე ალბათ უკავკასიელები ხდებიან ეს უბრალოდ დანავაითმა არის მაგრამ ახან მოწონს უკვე კარგია და შეუშვას ეგ მშვენიერია მაგრამ განვითარება ანუ რა ვარიანტი გვაქვს რევანშები ერთი ვარიანტი წონაში ასვლას ზემოთ არ განიხილავს ხო არ განიხილავს მერაბი არ განიხილავს არა არ განიხილავს მე ვფიქრობ ანუ ომელისთან რევანში პეტრიანთან ან ომელისთან რევანში იქნება უახლოესი ბრძოლა და შემდეგ რამდენ ბრძოლას ჩაატარეს პრინციპში შენი აზრით მერაბი გამბინარე ასაკის ну ბრძოლები როგორი ხანგრძლივობით ექნება რა ჩემი აზრით ერთი ეხლა არის შეიძლება უყუროს და გავრაცეს მერე და ერთი 5 ბრძოლა რომ მოიგოს კიდე კარგი იქნება 5 ბრძოლა 2 წელიწადში 2 წელიწადი და გაგრას რესურსსაც ამოწურავს იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ მოდის მერე ისეთი რაღაც უცე ერთ დღეს ადგები და ვეღარ შვები ისე როგორც გუშინ შვებოდი და საინტერესო რა ვთქვი აი როგორც მუჰამედ ალის ტექნიკა იყო მთლიანად მის რეაქციებზე ო დამოკიდებული ფედორ ემელიანიკოსი. როდესაც ეს რეაქცია სიჩქარის შენელი და უდნავ ტექნიკა აბსოლუტურად გაფრა. მერაბი მაგის ხარჯზეა. კი, მაგის თქმა მინდა რომ მერაბი ამიჩის ხარჯზეა. იმიტომ არის რომ ისო ტაილანდური მსოფლიო ჩემპიონი იყო, რომ ეწუგებს თავისი არა სწორი ტექნიკით. არასტანდარტული. ჯერ ის არის რა ქვია რთული ადამიანთან ბრძოლა, რომელიც შენ სტილზე არ ჩუმს. არანაირ სტილზე არ ჩუმს. არანაირ სტილზე, საიდან იქნებს ხელს ვერ გაიგებ. და აი ადროს იქნებს ვერ გაიგებ. ჩელსონემი და დანიელ კორნე საუბრობდა და ეგ საინტერესო რამ თქვეს რომ აი ვინ გინდა შენ რომ მოიყვანო მოსამზადებლად რომ იმიტაცია გააკეთოს მერაბის როგორც ჩუბის ხო წარმოიდგინე ანუ ვერ გაიმეორებ ხო ვერ იტყვი რომ ეს არის ტიპიური მოჭიდავე კიდე რა მეკვირდა იცი აი იყო ხოლმე კიდე თუმცა ბევრი განახე რომ აი ბიჭები UFC-ის მებრძოლები მერაბის განხილვარი ყო ამბობენ რომ მერაბი კარგად ვერ ჭიდაობს, იმიტომ რომ გადაყავს და პარტერიდან დგება ადამიანი. კი, ვერ აკონტროლებს. მე მაგალითად მაგის ბოლომდე არ ვჭირავს. ჩემი აზრით მერაბი არ ცდილობს რომ ბოლომდე. და რატო არ ცდილობს? იმიტომ რომ 45 ჯერ რო გადაიყვან ერთ ბრძოლაზე ადამიანს
პარტერში, ბრძოლის დროს ეს ვარჯიში არ არის. ჩვენ მეც და შენს კარგად ვიცით, რომ თვითონ ვარჯიშიც კი 60-ჯერ ადამიანი გადაიყვანო ფეხში შეხვიდე, ეს დიდი დატვირთვა უკვე. დაწვებით კი, ამას გამოსდის ესე. თან ჯგუფში დააკეთებს და ესე უფრო ლამაზე. თუ კარგად არის, ხალხი 3 რაუნდი გადის და ცდილობს რომ ერთხელ მაინც პარტერში მოახვედროს მოწინააღმდეგობა გააკეთოს. ამან იცის რომ ეს ააკეთებს, ისიც აქცევს, თორე ხონია მერაბზე ბრძოლა, როცა მაშინ გამოვიწყდა რა ერქვა იმის ნოკდაუნიდან რომ გამოვიდა რა და ბრაზილიელი ხო და შემოუტრიალა და პარტერში მოუგო. იმიტომ მაშინ გაბრაზდა ძალიან. კი. ხასიათი მაშინ ანახა ხასიათი ზუსტად. ყველაზე მეტად ის აღარ ააკეთა ფეხზე. კარგი, საინტერესო ისეთი ცოტა ფანტასტიკაში რო წავიდეთ, წონებიც რო მსგავსი კონდეთ, ხო ამის გათვალისწინებით, აი რომ შეხვედრილი იყო ნურმაგომედოვი და მერაბი. აი ესეთი ორი ერთ წონაში საუკეთესო ფორმაში. როგორ ფიქრობ, როგორი ბრძოლა იქნებოდა? ვინ მოიგებდა აღარო? ვინ მოიგებდა ვერ გეტყვი. ვერ იტყვი რა. ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჯერ ხაბიბი ხარ რომ ჯერ ხაბიბზე რომ ვინმე ლაპარაკობს, ცოტა მოწიწებითაც უნდა ილაპარაკოს. ჩემი აზრი ეგეთია, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა, მან რაც გააკეთა, უკვე გააკეთა და მან დამთავრდა. ეგ ერთი, მაგრამ მერაბიმაც არანაკლები გააკეთა, просто ეს ხალხი სად იყურება, მე არ ვიცი. ყველა ცემა, ყველა ჩემპიონი. ავი ალდოზე რო იწეხენ, ალდოზე, როცემა მაშინ 4 წელი გავიდა მის მერე და მაშინ ალდო იყო და კიდე მეცეს ალდო. კი, და მე კაპიტოლები ჩაატა. საინტერესო ბრძოლა იქნებოდა, უბრალოდ მათ იქნებოდა გადამწყვეტი მომენტი, ხელებზე ხაბიბი როგორ იქნება და ისიც ვიცით, ხო? ზურგიდან სადღაც ხო მერაბზე უარესად იქნებდა ჩემი აზრით ხელებს ბოლოსკენ უფრო დახვეწა თქო მაგრამ ისიც ბოლოსკენ დახვეწა პირდაპირ ისწავლდა და ვის არ ელოდებოდა ყველას ისწვდებოდა თავიდან რა დაკვრიო ბემოდან და არ ელოდებოდა და სიტუაცია ის არის რომ ხომ მოიგო ყველა ბრძოლა დამთავრდა არ იყო ეს ტაილანდის სუპერ ჩემპიონი მოიგო გააკეთა იმითი გააკეთა რითიც შეძლო ეს იმიტომ არის უნივერსალური ბრძოლა რომ შენ რითიც ხარ უპირატესი შენ მოწინააღმდეგეზე ის უნდა გამოიყენო და იმით მაინც უნდა მოუგო რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა იცი ალბათ ეს იქნება ის ბრძოლები რომელიც არასდროს არ მოხდება თავისთავად მაგრამ ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესო მერაბისთან ეხლა სიმართლე რომ გაინტერესებს უკვე ინტერესის აღარ მაქვს ვისუთე ჩხუბოს მიხდი კი მიხდი სტილისტიკურად ომელი ვერ მოვგებს არა ვერ და თან დარწმუნებული ვარ მე რატომღაც იმიტომ კი არა ფანის გამო და რა თქმა უნდა ყველა სპორტსმენის ფანი ვარ ჩვენების უყოლოს ვერ შემოვლე მაგრამ აი რატომღაც გონია რომ მეორე ბრძოლას ბევრად უკეთესად ითვლებებს ვიდრე უფრო თამამახა რა ომელი ეს გუნდი მინდა შევაქო ძალიან ლამაზად კარგად და ღრმად საკმაოდ სწავლობენ მოწინააღმდეგეს და გეგმაც კარგი აქვს. ანუ აი ომელი რაც კარგი გააკეთა, მიუხედავად რომ წააგო 4 რაუნდი, მეხუთე რაუნდში საკმაოდ კარგი მცდელობა გააკეთა, კარგი ტიპები გაუტარა მუცელში მერაბს. ფეხები დათქვა. და შეიძლება მოემზადოს, მაგრამ ეხლა ახალი მებრძოლი არ იქნება, მაინც ომელი დარჩება. იგივეს გააკეთებს საერთოდ ომელის გუნდი კი არა უმეტესად ევროპელები მიუხედავად იმისა რომ მარტო ჩვენ სპორტში არა ყველანი ცდილობენ რომ მოწინააღმდეგის მიხედვით მოემზადონ ეს თითქმის ქართველებში არ ხდება ხოლმე მარტო იმიტომ რომ მერაბად დარწმუნებული ვარ ყველა პონჩი ერთნაირად ვარ აი რატომღაც ასე ვფიქრობ რა აი შევა ვირივით დაიცლება და გამორჩენია რატომ უნდა მოიგონო ველოსიპედი როდესაც ხო აი მას აკეთებს თუმცა მერაბას იმხელა ენერგია აქვს რომ რაღაცები რომ გააკეთოს დაუშვათ ისეთი რამეები გააკეთოს რომ ისეთ დროს არ იხლება ხა ისეთ პრიომებს იშვიათად ხმარობენ ისე რომ გლის ისეთი რამეები ფეხის შესვლის მერე მოთხოვნის მერე ფეხი თავში გაუშვას ხო აი ამ ფანდები რომ გააკეთოს ბევრი რაღაცა გამოუვა მე ვთქვი რომ მერაბი არის მერაბის აქ ხაოსური ტექნიკა ხო და ესენი რომ გააკეთოს რა ესენი რომ გააკეთოს ფეხს თავი და ფეხი თავში აი რაღაცები რომელიც შეუძლია ზუსტად ვიცი აი აბა მეტი ვიღაც შეუძლია ესეთი პახარი ვინც არის იმას შეუძლია. უბრალოდ საინტერესო მომენტი გამახსენდა, ყველაზე მეტ ტრავმას პროფესიონალ მებრძოლის აყენებს დამწყები. აი რო ეს ან თვალს გამოვთხრის. ანუ არის რა ზელოდა ან შეტრიალდება გაგარტყა მსხელს და აი ხო და რაღაც მხრივ ეს ხაოსი მერაბს ეხმარება. კი, ბევრად. მე მინდა გადავიდე
არანაკლებ საინტერესო თემაზე, ეს არის ილია თოფურიას ამბიციები და უკვე ვფიქრობ გადაწყვეტილება, რომ ავიდეს 70 კილოში და შეხვდეს აქტიურად იწვევს ისლამ მახაჩევს. რას ფიქრობ ამ იდეაზე პრინციპში? იმედი აქვს? რის იმედი აქვს და ჩვენ რა ვფიქრობ? ჩვენ რა გვაყურებლებმა რა? ეხლა უყურე რა სიტუაცია. მახაჩევი არის თავისი ზონა 81-82 კილო. 4-მდეც არის. 4-მდეც არის. 84 კილოიანი უკვე ჩოჩორი აღარ არის. კი. ახლა შრალი 84 კილო. ხო და ეხლა 71-ში ჩამოდის. კი. 71-ში ჩამოდის, შესაბამისად მეორე დღეს ხო არის 77 კილო. გადასხმებს გაიგეთებს. კი, აბსოლუტურად. აი ნანახი მაგ სტატისტიკა 6-7 კილო არის. კი, მოიმატებს ყველა სიტუაციაში, ხო? ილია იქნება პატარა. მასთან ბრძოლის დროს ანთროპომეტრია კი. მარტო სიმაღლით არა, წონითაც პატარა იქნება. ნუ კი, გეთანხმები 170 არის ილია, 177 არის ისლამი, ხელების გაშლა ილიას უბრალოდ საკმაოდ ძელი აქვს 75-მდე და მახაჩევს 80 მეტრო. ილიას ერთადერთი მოგების ვარიანტი მან რაც არის, პრინციპში რითიც იგებს, ეს არის ძალიან სხარტია. კი. ენერგიული სხარტი ძალიან ნაგლია. აი ძერს კი მოჩხუბარია, რომელიც გაცვლებზე მიდის, მოწინააღმდეგესთან არავინ არ თქვას, რომ ის ამოწმებს და რატო ამოწმებს ისიც არ ვიცი, რომ დაასწრებს თავიდან სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ არაფერს არ იწვევს, იმიტომ რომ როცა იწევს, მაინც აკეთებს თავის კომბინაციას და მაინც დარტყმების გასვლაში მიდის. მე ძალიან მომწონს ასპექტი. მომწონს რა თქმა უნდა ხალხს ეს მოსწონს, მაგრამ ძალიან აპასნი მოჩხუბარია, იმიტომ რომ შეიძლება დარტყმა გაუშვას. მიუხედავად ყოველთვის გაუშვა დარტყმები. ხო, იმიტომ რომ ცვლის დარტყმებს ზერს კი არა. კი. მაგაც სტილია. ხო, ესეთი სტილია. შენი აზრით ისლამი მიიღებს? ისლამი საკმაოდ პრაგმატიკულია. ჩემი აზრით არ არის გამორისხული, რომ ისლამს მოუგოს, იმიტომ რომ ილია იჭუბებს ბოლომდე. კი. ისლამი ყოველთვის მე რაც შევნის ჯერ ერთი სწრაფი არ არის. სწრაფი არ მე მას არ უყარს შემტევი მებრძოლი, არ ასწროს ისლამს. კი, იმიტომ რომ თვითონ არის ყოველთვის შემტევი და როცა კაცი პირველ ნომრად არის შეჩეული მუშაობა და იმას პირველ ნომრად არ გამოვზის მუშაობა, უკვე იმის ძალა თუ არის 70%-ზე ჩამოდის 50%-ზე ხარისხი ბრძოლის. კი, აბსოლუტურად. იმიტომ რომ ის იმას არ აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს. შესაბამისად მეორე ნომრად. ამის სისწრაფეს შეიძლება ვერ გავუწევს და პარტელში ეს ამას იმედი აქვს ილიას რომ პარტერში ის ვერ დაიმორჩილებს. მხოლოდ ამის კონტროლს ვერ გაუკეთებს და კონტროლს მეც მაქვს ამის იმედი. რომ უფრო მალე გამოცლის. პირველ ორ რაუნდში თუ მახაჩევმა ვერ მოუგო, და ილიას ვერ მოუგოს. ჩემი აზრი ესეთი. აბსოლუტურად გეტყვი. პირველ ორ რაუნდში ისიც როგორ იცი, აი პარტერში რომ გადაიყონოს და დასვენებული ძალებით როგორღაც გაგვიყვეს. თუმცა ისიც აი ძალიან არ ვიცი. აი მე უბრალოდ მაქეჭი ფიზიკაზე. აი ფიზიკაზე მაქვს მე. თუ გახსოვს რამდენად მარტივად და რამდენად არატექნიკურად, მაგრამ დაახჭო ოლივერა. უბრალოდ აი ხომ მოარტყა და რაღაც გრეპლინგში საკმაოდ დიდი ხანია ვარ და აი რაღაც არც ტექნიკურად შეპროსტა გადაუგო ეს ხელი თავზე და იმდენად ფიზიკა აქვს და იმდენად კარგი კონტროლი აქვს პარტერში. აი უბრალოდ არატექნიკურად დაახშო შავი კამარი, ერთ-ერთი საუკეთესო ჯიუ-ჯიტსუს მებრძოლი ბრაზილიელი. კი, ოლივერა. რო თქვა რომ სხვა იყო, ეხლა ვიტყოდი შავი კამარი სადა იყო. ოლივერა არის და დაახშო ბავშვი არის და ბრაზილიელია თან და როგორ გინდა. კი ბატონო, მაგრამ მეორე მომენტი ის არის რომ პრაგმატიკული არის ისლამი, ანუ აი ბოლო-ბძოლაში ახლა მაკანოსთან მე არ მეშლება გვარი როდესაც გაუშვა, ამბობენ რომ ფეხი აუწდა, მაგრამ გაუშვა და გაუშვა და ეგრევე აღმართი არ ყოფილა იქ არც. აღმართი არ ყოფილა. ეგრევე ფეხში შევიდა, გადაიყონა და აბა რა უნდა ეგ. ეგრევე ბევარიანტი. პირველივე გაშვებული. ეგრევე ჯოკერი გახსნა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდა. გაუშვა, იმიტომ რომ რაღაცზე გარისხო. თოფურიასთან ეგრევე ჭიდაობა წავა. აბა თოფურიასთან ფეხზე რატო დადგება? ამისი დანიშნულება იქნება და დავალება რომ ეგრევე პარტერში გადაიყო. კი, აბსოლუტურად. არავით აბა თოფურიასთან გიჟი უნდა იყოს მაშინ გადმოსა, ხელები უქმნიოს. ისე და იმიტომ რომ ნელია. თოფურიას რაუნდებში ნელდება კიდე უკვე. თოფურიას სერიები კიდე იმიტომ არის განსხვავებული, რომელსაც აი დადიან ბავშვების სპორტზე და ვერაფრით ვერ მიაღწიეს ამას და 5 რაუნდზე 10 რაუნდს უწყავენ, რომ მუშაობს კორპუსში და ზემოთ თავი. ორ სართულზე. ხო, მარტო თავი ხო არა აკადემიას. მუშაობს უყავს, იქ გვიძლით კილო მაგნოს. გვიძლიდან თავში უყავს, თავიდან გვიში უყავს. იდეალური გადასვლელი. იდეალური.
მე ძალიან მოხრილია კაკრას ისეთ მოტარა და უყავს თლიანი ძალით და ბეჭიდან და იგრძნობა რომ აი გაცვლებს აკეთებს და ცოტა საშიშია მაგრამ იჭერს და ანუ იჭერს მერტის წყალობით მაგიტოა ნერვიულობ და ისლამს აქ ადრე ბრძოლები მაგნაყურები საკმაოდ კარგად უთხრამდა მუხლს ძალიან მძიმე და ამობდნენ რომ ანუ წლები და ვარჯიშობდა მუხლის დარტყმას ტაილანდურ კრივის მმართველებს ვარჯიშობდა და ის მწვრთნელი ვინც ტაილანდურ კრივში ამზადებს ეხმარებოდა როდესაც მეორე რევანში იყო ნასთან ვოლკანოვსკისთან და რო დაანოკაუტა ხაიკიკი პროტავში ანუ ეგ მაგის მომზადების ბრალი არის ხა ვოლკანოვსკისთან ნუ მოხდა ფეხი რა თავში. საერთოდ ეგეთი ბრძოლების განხილვა ძალიან მიჭირს ხოლმე. რა 7 წამში და 1 წუთში და ხომეს უცებ დაიწყო და მოხდა ეს დასვენებულ ფეხზე არ ვიცი ბრძოლა რო გაგრძელებული იყო როგორ იქნებოდა, მაგრამ მოიგო. ანუ ესეთი გასახილველი თემა ეს რთულია ვოლკანოვსკისთან მეორე ბრძოლა. მოხდა დამთავრდა ბრძოლა. ვერ ვნახეთ რა იქნებოდა. თუმცა საინტერესო იყო ძალიან. მაგრამ მაინტერესებდა სხვათა შორის ვოლკანოვსკისთან ხრიდი მაგ დროს რევანში, იმიტომ ხრიდი აი როგორც ილიაზე ვილაპარაკე წეღან, უფრო მეტი ვოლკანოვსკი რომ ვიფიქრე დაღლის. მომზადებულია. მე ეს ვერ მიიყვანა ვერავინ ბოლომდე რომ იმან კი მიიყვანა რა ქვია. ისე ჩქუბა. ორია კი მაგრამ ორიესო დაახჩო და ძალიან ლამაზი შესვლა გაუკეთა ფეხი აი მე ძალიან მომეწონა მაგრამ ეხლა მეორე ის არის კიდე ორია ეხლა ჩემი აზრით ისტორია აღარ არის ეხლა მაგრამ საკმაოდ მოტივირებული იყო ბრძოლაში მარტო მოტივაცია არ შედის და აღარ ჩარს ორივე აღარ არის აგერ გამოსდება ეხლა თუ ილიასთან შეხვდა არის ვარიანტი რომ შეხვდება ილიას იმიტომ რომ ისლამი ამბობს რომ მე არ მიცემო პირდაპირ ბრძოლასო პირველად შეხვდეს ჩამწონაშიო დაიძაბა სიტუაცია არ მისცემს მე ახლა რასაც ვათხოვ ადრე თუ ქონდათ მიმოწერა და ერთმანეთის მხრივ რაღაც წერილები ახლა ისლამი გაითიშა ანუ არ მოჩასრო არ უნდა ნუ რა თქმა უნდა არ უნდა ახლა იმიტომ რისკი არის და მოგებით ვერაფერს ვერ მოიგებ. ამხელა იმაზე მივიდნენ, პირზე მივიდნენ. თუ აგერ ნომერ 1 არის პაუნდი. მერაბა მოხსნეს. ეხლა ერთმა ქართველმა და ეხლა მეორე ქართველმა ისლამის ემოს რაღაცა ცოტა ძალიან სიტუაცია და დავაიქცისას და მე მგონი თვითონ მაგათი ფიქრობ ანუ ჩვენ შეგვიძლია მოგომედო დინასტია გავწიოთ. უკვე ჩავწიეთ ცოტა ჩავწიეთ. მაგრამ სახელი დარჩა, სახელი სულ იქნება ახლა. რა სიტყვი ალექსანდრ თოფურიაზე, შენი აზრით რა პერსპექტივები ელოდება ამ სპორტს? ალექსანდრ თოფურია სხვათა შორის მისგან განსხვავებით, ილიასგან განსხვავებით, ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ ახლა მე რაც ვნახე. არ მიდის ესეთ სარისკო მომენტებზე, სხვათა შორის სხვა ხასიათი აქვს, არ გარისკავს თუ დარწმუნებული არ არის, რასაც შევამჩნიებ. მე არ ვიცი ხა ბრძოლას უაგებდეს ბოლოში რას იზავს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დომინირებდა, რასაც უყურებ ბოლო ბრძოლას და რაღაც დომინირებდა, ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ არ გაერისკა იმ დონეზე, რომ და ყველაფერი აი იდეალურად გააკეთა ყველაფერი. ილია ჩემპიონია, მაგრამ ალექსანდრემ იდეალურად გააკეთა აი ამ ბრძოლაში ყველაფერი. მას ჩემი აზრით შეიძლება კიდევაც დროზე ადრე დაემთავრებინა. რა თქმა უნდა, მეტიც შეეძლო რომ ბრძოლაში გაეკეთებინა. ილია გააკეთებდა მეც. კი, ყველაფერს ასიათის. იმას სხვა ხასიათი კი და ისუნდა. ამან არ ქნა. ამას აუწიეს ხელი მოიგო სუფთად და ნამდვილად ესე ერჩივნა. მეტად ფრთხილი მებრძოლია. თუმცა შევხედოთ მეორე ბრძოლას, მესამე ბრძოლას, მე ვფიქრობ რომ მოგებების სერიაზე უნდა წავიდეს. კი. ჩემი აზრი ესეთია. რამდენ ბრძოლაში იმედი გვაქვს რომ ყველაფერი ილიასავით არ იქნება ეს. რატომ არა? იმიტომ არა რომ ილია შემოვარდა და ჯერ ნოკდაუნებიდან გამოძვრა და ნოკაუტებით მოიგო ბრძოლა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. იმიტომ რომ
აგებდა მე იგებ, ხო იცი, ხშირ შემთხვევაში ვინც იგებს, ის იგებს თავიდან რომ მაყურებელს მოწონს ეს ბრძოლა. მაყურებელს მოწონს და მე კიდე ყველა ნოკაუტი აკეთა თითქმის და რაც გააკეთა და ძალიან საინტერესო. სტილი აქვს, კარგად საუბრობს. გუშინ მოვიდა და დღეს აგე რომ ჩემპიონია და ორი კაცი ყავს ისეთი ნაცემი, რომლებიც ჯერ მე მგონი ყველა ვერ გაიგო კიდევ. საუკეთესო მოკრივე მაქს ჰოლოვეი და დაუძახა ცენტრში დაუძახა ვერ მოვიდა და გააფრთხილა რომ პირველი ნოკაუტი გექნება ძალიან ის ნასტირდია მაგარი მითია ცოტა კი მე ძალიან მომწონს ხო მოსწონს მაგრამ სანერვიულო ტიპი მაგიტომ მოგწონს კი ზიხარი ვიდა და მოდი გადავიდეთ პატარა წონებიდან ძიმეებში ეს არის მოსალოდნელი არ უკვე ჩანიშნული ბრძოლა პერეირა versus ანკალაევი რას შენი აზრი მაინტერესებს, რადგანაც დავითს აქვს ძალიან ზუსტი პროგნოზები, ამაში უკვე დავწუნდი. რას ფიქრობ, აი რო ავიღოთ ეს 5 რაუნდი და ავიღოთ როგორი პარამეტრები. ანკალაევი არის უნივერსალური, ანკალაევი კარგად უთქვამს, კარგად ჭიდაობს, მაგრამ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, ჩემი აზრით. რადგანაც აქვს წანაგები ბრძოლა, როდესაც 10 წამი იყო დარჩენილი ბოლომდე და უბრალოდ დააკაკუნა, არ ვიცი რა. ხო. აი იქ შეიძლება მოეთფინა, მაგრამ რატომღაც უცებ დაარტყა ხელი. მეც არიზავს ალბათ. და მეორე მომენტი ის იყო, რომ ბლახოვიჩთან ფეხი და ხო, მე არ ფეხი იტკინა, ანუ არა ძალიან ფრთხილობდა, ან არაჩვენებდა, ან ვერ იხსნებოდა. UFC-მაც ჩემი აზრით არასდროს გადაწყვიტა ეს კი გაიმარჯვა, მაგრამ იმის გამო რომ არანაირად საინტერესო ბრძოლა არ იყო, არავის არ მიწეს გამარჯვა. აი ეს იყო ჩემი აზრით პრინციპული იყო. არ რისკავს და იმიტომ არ არის საინტერესო ბრძოლები. მოდი, კაი, მაგრამ რამდენად კარგი ბრძოლა ქონდა სანამ ბრძოლობდა ქამარზე. აი ყველა ნოკაუტებით მოვიდა, მაგრამ თავარ ბრძოლებს ვერ ჩუმობს. თავარ ბრძოლებს ვერ ჩუმობს. ნუ ნახოთ ეხლა რა სიტყვას. ეხლა უკვე გავიხილოთ პერეირა და ანკალაევი, ხო? პერეირა მაგარი ბიჭია ძალიან, მაგრამ მე რა არ მომწონს მაგის. გავიგე რომ MMA სხვა სპორტია, კრივი სხვა სპორტია, ყველაფერი სხვა სპორტია და გავიგე კი არა ვიცი დაბადებიდან ასე მგონია, მაგრამ პერეირა დარწმუნებას გაატარებს ანკალაევის დარწმუნებული. კი. პირდაპირებსაც გაატარებს ვერს. მე ვფიქრობ რომ მან იქნება კიკბოქსი. ეგრე ფიქრობ? კი, მე ესე ვფიქრობ. შენ ვფიქრობ რომ პერეირა დაუწყებს მოგებას და ჭიდაობას დაუწყებს, ხო? მეორე ვარიანტი, მესამე რა არის ვარიანტი? მე უფრო პირველი შენ ვარიანტისკენ ვიყავი. თავისთავად პერეირა არის ძალიან მაგარი სტრაიკერი, მაგრამ ამასთან ერთად ბევრჯერ არის ნოკაუტში. დარტყმებს ატარებს. კი და აი უქვავდება თვალები პირველი დარტყმებიდან, აი ესე რომ თავის მოძრაობა არა, აიცი. просто მაგალია და ესე არის რა, არ ვიწევ უკან დარტყმა. ეგეც ნაგლი მებრძოლია და ესეთი ნაგლია, მაგრამ შესაძაც ახლა ჩემი არ მახსოვს ზუსტად სტატისტიკა, მაგრამ რა ვიცი 3-ჯერ 4-ჯერ ნოკაუტში უეჭველია. აი რაც მე ნახე. მისგან რა ქვია, ადესანიას UFC-ში, მაგრამ კიკბოქსინგი ხო ავიღო. ხო და კიკბოქსინგის ბრძოლა იქნება ჩემი აზრით აქ და კიკბოქსინგში ვერ მოუგებს ანკალაევს. თუ ანკალაევი ფსიქოლოგიურად არ გატყდა. თუ ფსიქოლოგიურად არ გატყდა. ეხლა აქ როგორი სიტუაცია, ორივე პირველი ნომერია. კი, ბრძოლისთვის. უკან სიარული არც ერთ არ უყვარს. არც კი, ორივე შემტევია, საინტერესოა. აი რომელი გადატეხავს მე ვფიქრობ რომ მაინც 100-იან პერეირა დაიწყებს სიარულს და ანკალაევი შეხვდება ხოლმე მე ვფიქრობ ეს პირდაპირებით შეხვდება ანკალაევი გადაწყვიტავს ან ანკალაევის პირდაპირი დარტყმა ან პერეირას მარცხენა ხო ან პერეირას მარცხენა თუ მოერია პერეირა ფეხზე დგომში რაშიც მე ეჭვმეპარება რატომაც რა იმიტომ რომ ანკალაევი მეტად სწრაფია და უფრო შორიდან ეჭუბება პერეირა უფრო ახლოს შედის და უფრო პერეირას სტილი არ არის სიჩქარეზე პერეირას სტილი არის მორტმაზე და ნოკაუტზე კი ბატონო და ანკალაევის დაჭერა რთული იქნება ამ კომბინაციურად მუშაობს იმიტომ რომ ანკალაევთან ახლოს რო შევიდეს ანკალაევი ჭიდაობასაც გადავა მაგრამ შეუძლია და მე ვფიქრობ რომ უკეთესად იჭიდავებს პერეირა ხო როგორ შეაფასებდი ამ 5 რაუნდს აი მაყურებელი ახლა რომელიც ემზადება ამ ბრძოლისთვის შენი აზრით როგორ უნდა განვითარდეს ეს ბრძოლა ვინ გაიმარჯვებს და რაუნდები როგორ ფიქრობ
არის ანკალაევის, აი რატო ვერ ვლაპარაკობთ ეს თამამად, მაგრამ ვიტყვი მაშინ ამ შემთხვევაში თუ ანკალაევი კარგად ეხლა მე რა პირო იყოს. რო იყოს თუნდაც ის რა ქვია წეღავნინებზე ვილაპარაკეთ, ხო ყველაზე გეტყვი, მაგრამ ამაზე უკვე ნანახი მაქვს ის სიტუაცია, რომ იქ ფეხი ეთკინა. ეს ეთკინა და შეიმჩნია ეგრე ბრძოლაში არ ხდება. დავალე მაინც შეატრიალი ცოტა ხო იცი როგორც არის, ხო? აი ესენი მაფერხებს რა იმ შემთხვევაში რომ ამან თუ მაგრამ მაინც ფიქრობ რომ უნდა მოუგოს რა. მე ვფიქრობ რომ გულები შანსი აქვს. მე ვფიქრობ რომ გაუტარებს დარტყმას. პირდაპირ გაუტარებს. ანკალაევი გაუტარებს. სწრაფია. მაშინ ეს მოხდება პირველ 2-3 რაუნდში. კი, პირველ 2-3 რაუნდში თუ ნოკაუტი ვერ გაუკეთა, მე იქნება უკვე სიარული და ისეთი სიტუაცია როგორც ბლახოვიჩი. კი, აბსოლუტურად. უბრალოდ ხო აი ფსიქოლოგიური მომენტი, ერთი ასპექტი, პერერას მხრივ ის რომ ნოკაუტებში არის ნამყოფი და სტილისტიკურად პერერას სულ ქონდა უპირატესობა სიმაღლეში. ანკალაევი თავის უკუჭდებათ, შენ ხო იცი მაყურებელ მარიცის. თავი და ორი ნოკაუტის მერე მესამე ნოკაუტს ადვილად იღებ. კი, twin-ი უკვე ისეთი ამტანი არ არის. ეგრე არის. საინტერესო არის. მოდი ავიღოთ კიდე ერთი ბრძოლა. პოტენციალური არის თუ ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლებელი არის რომ შეხვდეს ასპინალი და ჯონ ჯონსი. რა სიტყოდი ამ ბრძოლაზე და პრინციპში ჩემი აზრით მე ხა ჯონ ჯონსზე ვიტყვი რომ ჯონ ჯონსზე რა უნდა ვთქვა, რაც არის იმას ვიტყვი, ხო მეფე არის ამ სპორტში. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მძიმე წონაა და ვინებზეც არ უნდა ვილაპარაკოთ აქედან და იქიდან. არის აბსოლუტური ჩემპიონი და არის რომელიღაცა ზონაში ჩემპიონი. აბსოლუტური ჩემპიონი ნიშნავს იმას, რომ ყველას მოერევა, რომ დაუყვეს ზევიდან დაბლა და ალბათ 1 საათში. ყველას ჩამოივლის, ჩემი აზრით. ხო და ჯონ ჯონსი ახლა ნომერ პირველია საუკეთესოა, მაგრამ ძალიან ბევრი გამოტოვები ჰქონდა იქ რაღაცა სასამართლოები ჰქონდა, იქ ის ჰქონდა ეს ყველაფერი მუშაობს. ახლა ისე გამეორდები იმ მომენტზე, რომ ხალხი ზის და ჯონ ჯონსი ხო გავიგე 5 წლის წინ ჯონ ჯონსი. კი, ეხლა რა არის და ჩემი აზრით ამას უკვე გამართულად რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით ასპინალი მოუგებს. ასპინალი. კი, ძალიან საინტერესო. ასპინალი არის 98% დაწინებული ვარ და ასპინალი არის ახალი თაობის მებრძოლი, რომელიც ადრე თუ ეხა ბავშვები კრივით იწყებდნენ ან ძუდოთი ან რაღაც რაგბით და მერე გადადიოდნენ. ასპინალს აქვს დაწყებული თავიდანვე ბავშვობიდან MMA. მაგრამ ჩამოყალიბებული სპორტი არის უკვე. თანაც არის მძიმე და ძალიან სწრაფი ხედები. აი ძალიან უსწრაფესი. ეგეთი არ მინახავს. უსწრაფესი და სერიებით მუშაობს. ერთ დარტყმაზე არასდროს არ მუშაობს. ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან სწრაფად. 6 სწრაფე მძიმე წონაში ეხლა მე არ მინახავს. მე არ მინახავს, რომელი მუშაობს ეგ? ილია. კი, ესეთი კომბინატორიკით ესეთი კომბინატორით და ესეთი სიჩქარით მე არ მინახავს და ამას ეს არ არის თავშეულ სამსაკრავი. ასპინალს დღესდღეობით ვერავინ ვერ მოერება. მეც ეგრე ვფიქრობ. განუზე რა სიტყვა? განუ მაინც როგორია იცი? აი სირილ განუ. განუ აი რო კრივში რომ იყო. ხო. განუ. ეგ ხე კრივში უნდა ბრძოლა კიდევ, მაგრამ მაგაზე რას ვიტყოდი ახლა? ფიზიკურად ძლიერია, ეგეც ფიზიკური სიძლიერის ხარჯზე და პროსტა ისეთი სიტუაცია რომ მან ახლა დაუხედო ხელი შეიძლება მაინც გაჭრას რა ხელი რა. ძალა ძალიან ისა და ახლა მაგაზე სტავკას მე ვერასდროს ვერ ვიტყვი რა, იმიტომ რომ დღეს ესია ყვალისია. აი ჯონსთან ეგ ან მოუგებს ან არა. აი ესე იგი. კი, ჯონსის ან მოუგებს ან არა. ამიტომ რომ მძიმე არის, მძიმე წონაში ეგრევდება. ასპინალი ორი ვერს. ბოლო ბრძოლა მაქვს, რომელიც ეხება უკვე კლასიკურ კრივს, მე და ჩვენი მაყურებლები დარწმუნებული ვარ და მთელი სოფლიო ელოდება ბრძოლას ბეტერბიო ბივოლი. შენი აზრი მაინტერესებს რამოდენიმე სიტყვით. მოდი წინა ბრძოლა გავიაროთ. ჯერ წინა ბრძოლას თუ ვიტყვით აი 10 რაუნდიანი რო ყოფილიყო ბივოლი უგებდა. მეც უყურე სამჯერ ამ ბრძოლას და მე დავითვალე რომ ბივოლს ჰქონდა უპირატესობა. კი, იმიტომ რომ ბევრად ტექნიკურია. მაგრამ ბეტერბიევი არის უფრო შემტევი და მძიმე ესეთი ცოტა მყოხე დარტყმები აქვს. პირველი ნომერი არის სულ მიდის წინ, არის აგრესიული, აკეთებს პრესინგს. შეუჩერებლად.
მე ვფიქრობ მეორე ბრძოლაზე, ეხლა თუ ბეტერბიევმა მეტი დაამატა, დაუშვათ და ანუ ბიუელი ვერაფერს ვერ შეცვლის. არა, ბოდიში ბეტერბიევი ვერაფერს ვერ შეცვლის. ტექნიკურად რაც არის, მიდის. სულ ეგეთია. ხო, და ხა ბიუელის დასვრის შეცდომა რაც იყო, რომ ბოლო ორი რაუნდი საჯებს და კი არ მოხვედრია და კი არ დაიჩაგრა, მაგრამ ნუ გიტევს და შენ ხელს იფარებ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ხო, უპირატესობა იმას ქონდა, რომ მხოლოდ მაგითი მოულო ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში გამოასწორებს და მე მაინც გადავიხრებოდი ბიუელის. ისე რამდენად საინტერესო არის, ეს არის აგრესორი, უმძიმესი დარტყმები აქვს. მე ნახურები ინტერვიუ სპარინგ პარტნიორების ამბობდნენ, რომ აი აღარ მესმოდა ხუშიო დარტყმების შემდეგ რაღაც კი ანუ ძალიან მძიმე დარტყმები აქვს, მაგრამ არის ძალიან აი რუსულად რო ითქვა პრიმელინიანი, აი პირდაპირ მიდის და კარგად აკეთებს, აბა სხვა კარგად აკეთებს. უსიკიც გაუჩერებია ვიცში, გეცნება ნანახი ოლიმპიადაზე იყო მგონი ამ შემთხვევაში. ბივოლი არის ძალიან ტექნიკური, ძალიან საინტერესო, მაგრამ გაუძლებს თუ არა ამ პრესით. ბივოლი იყო მხოლოდ ერთი გამონაკლისი, როდესაც ბეტერბიევმა ვერ გააკეთა ნოკაუტი. განაჩენი სტატისტიკა ბეტერბიევს აქვს იდეალი. ბივოლმა ნოკდაუნი გაუკეთა ხო? არა. ნოკდაუნი არ ყოფილა. ხო, რაღაცა. ერთხელ არის ნამყოფი ბეტერბიევი ნოკდაუნში, მაგრამ სტატისტიკა აქვს 100%, იმიტომ რომ ყველა ბრძოლა მონაგები ნოკაუტი. გარდა ბოლო, რომელიც მოიგო გადაწყვეტილება. და უბრალოდ ეს ხასიათი, ეს ორი სხვადასხვა განსხვავებული სტილის შეჯახება არის. განსხვავებული. პრაგმატიკული ვერსია რომ თქო მოიგოს ბეტერბიევი. აი როგორც მოიგო ის უფრო თამამათი უსწინ, უფრო მძიმედ დაარტყამს. ან მეორე ვარიანტი მცირე უპირატესობა. ბიოლზე ვფიქრობ. ხო, ვერიულის ეგრეთ თამამად. გამოცდილი აი უფრო გამოცდილი არის ჩემი აზრით ბეტერბიევი. უსიკთან ნაბრძოლია. ეს 10 წლით ადრე აქვს განაწყობილი კარიერა. გამოცდილი არის. ვფიქრობ რომ გააკვირვებს ბიოლი, მაინც შეძლებს ტექნიკურად აი ვფიქრობ რა რატომღაც, იმიტომ რომ აი უნდა გადაზავოს ტექნიკით. რა როგორც აი ეს 10 რაუნდი იბრძოლა წინა ბრძოლაზე, ხო იცის ის ორი რაუნდი როგორც თითო რაუნდზე ყველანაირად მაქსიმუმი. თვითონ კი ამბობს რომ აი ბოლოს მითხრეს სეკუნდანტებმა რომ იგებო და ვითომ მოვდუნდიო, მაგრამ რეალურად ჩემი აზრით სიტუაცია ისეთი იყო რომ საკმაოდ მძიმე დარტყმები გაატარა. აი დაცვაც რო აიფარო, მძიმე დარტყმებს ატარებდაერიდებოდა უკვე. ერიდებოდა, იმიტომ რომ მართლა მეც ეგრე ვფიქრობ, რომ იგებს, მაგრამ ბოლო ორი რაუნდი საჩემპიონოა. სეკუნდანტმა რა გითხრა, როგორ გითხრა, ორი რაუნდი დარჩა, 12 რაუნდიანი ბრძოლა, საჯები და მთელი ქვეყანა, ვისაც კრივი ესმის და სპორტი ესმის, ამას ერგებოდა. კი. ბოლო ორი რაუნდი იყო გადამწყვეტი და აქტიობა იყო საჭირო. უბრალოდ რომ წინ წასულიყო და დაცვაშიც მოერთხა, ვიცემდა. მაგრამ მან საინტერესო საუბრები იყო, ეს ხო ჩატარდა არაბეთთან, ხო ეს დუბაიში თვარნიშნება, ხო ჩატარდა, სადაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩრდილოეთ კავკასიელებს და თავისთავად ბეტერბიევი არის წარმომადგენელი მეგობარი, მაგრამ მუსლიმია. კი, მაგრამ ახლა ეს არის ჩეჩენი და შეიძლება ამასაც ქონდა ადგილი რა. იმიტომ რომ საჯები არა, იქ ერთ-ერთი შეიხი ამას უჭერდა მხარს, ვიცი და იმასაც მოიწოდა. ეგეც ძალიან სერიოზული შეიხი თან. ცოტა რაღაც შიგნიდან ვიცი და ეგეც. აქეთ დგას, თუ დააკვირდები ამისკენ, კამარი ხო? კამრით. ვიდარი იქით, მაგრამ სხვა გზა რა იყო, იქით მიიტანა. ამასაც თავისი ისყავს. ფანები აქ. სასმორო საქმეა. ორი ძალიან მაგარი ბიჭია. მაგარი ბრძოლები გველოდება UFC-შიც, კრივშიც. დავით, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო განხილვა გააკეთეთ ჩვენი მაყურებლებისთვის და პირადად ჩემთვის. იმედი მაქვს, რომ ხშირად გვეწვევი ჩვენ პოდკასტზე. თანაც კარგი ბრძოლები არის კიდევ შეიძლება. წარმატებებს გისურვებთ. აირონ ვაშა, დავით შვილიძე დღეს თქვენთვის განიხილავდნენ UFC-ს და კრივის ბრძოლებს. წარმატებები უყურეთ და მიყევით ჯანსაღ ცხოვრებას, ამაზე საუკეთესო არაფერი არ არის.